ახალი ამბები. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ირლანდიის დედაქალაქში გამართული ქართული კულტურის დღეები შეაჯამეს. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხალხმრავალი ფესტივალი 29 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ფესტივალზე დამსწრე 10,000-ობით სტუმარმა ხალხური რეწვის ნიმუშები დაათვალიერა, მოწყო ქართული ღვინის დეგუსტაციაც. ხელოვნების სასახლემ ქართული კოსტიუმის გამოფენა მოაწყო. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ აი საქართველოს კულტურას წარმოვადგენდი და თან ირლანდიაში ჩვენ არ ყოფილვართ 80-იანი წლების მერე და ეს დიდი შუალედი იყო და თაობები შეიცვალა და აღარ ახსოვდათ ქართული ხელოვნება და საოცარი წარმატება იყო წარმოდგენილი პეტრე ოცხელის თეატრალური ესკიზების ასლები და ქართული ისტორიული კოსტუმები. აი ამან დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება. ქონდა ძალიან დიდი გამოფენა ქართული რეწვის ღვინის ფესტივალი და ყველის ფესტივალი და მე მინდა გითხრათ რომ 3 დღე მთელი დუბლინი ჩამოსული სტუმრებით ევროპიდან ცხოვრობდნენ ქართული კულტურით. მე ამით